გუბერნატორობის ინსტიტუტი გაუქმდება ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გააცნო. დავით ნარმანიას განცხადებით გუბერნატორობის ინსტიტუტის მმართველობის გაცილებით უფრო დემოკრატიული ფორმა ჩაანაცვლებს. თემაზე საუბარს თამთა ჯანაძე განაგრძობს. გუბერნატორის ინსტიტუტი მანამ არ გაუქმდება, ვიდრე არ ჩატარდება 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით შეიქმნება საგანგებო წარმომადგენლობითი ორგანო. ასევე მხარეს ეყოლება აღმასრულებელი ხელისუფლება. აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს კი დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა სამხარეო საბჭოს წარდგენის საფუძველზე. საუბარია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ახალი სისტემის მომზადებაზე, რომელიც იქნება მნიშვნელოვნად დემოკრატიული სისტემა, მნიშვნელოვნად პროგრესული სისტემა, სადაც ადგილობრივი მოქალაქეები ჩართული იქნებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ძალიან ბევრი ფუნქცია, რაც დღეს ცენტრალური ხელისუფლების დონეზე არის ამოტანილი, ეტაპობრივად ჩავა ადგილობრივ თვითმმართველობებში. ნარმანიას ინიციატივას მიესალმებიან საპარლამენტო უმრავლესობაში. ეკა ბესელია აცხადებს, რომ ახალი სტრატეგია საზოგადოების უფრო მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს და შესაბამისად წინ გადადგმული ნაბიჯია. რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მთავრობის დეცენტრალიზაცია სწორედ მათი ხელისუფლების პირობებში დაიწყო. ჩვენ დიდი ხანია გეგმავთ, რომ საერთოდ ყველა ინსტიტუცია იყოს არჩევითი და გუბერნატორი, რომელიც რეალურად იყო პრეზიდენტის ინტერესების გამტარებელი რეგიონში, დღეს ძალიან ამოვარდნილია კონტექსტიდან, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვიღებთ ვითარებას, როდესაც გუბერნატორებად ინიშნებიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ ვერ თანამშრომლობენ ვერც ადგილობრივ, ვერც ცენტრალურ ხელისუფლებასთან და რეგიონში ვეღარ ქმნის ვერავითარ კლიმატს და ვერავითარ პოზიტივს. ამიტომ ძალიან კარგია თუ ის იქნება არჩევითი. ჯერ არ მინახავს თვალით ეს კანონპროექტი, კარგი იქნება ხოლმე ის სანამ დაანონსებენ, რომ ჩვენც ვიცოდეთ ამ კანონპროექტის შესახებ, ან სიტყვას ვქოთ თუ აპირებენ ამის წარდგენას, რაღაც მაინც გამოგვიგზავნა, რომ ისე თუ გეტყვიან. რაც შეეხება დეცენტრალიზაციას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დეცენტრალიზაცია არის აუცილებელი და გარდაუვალი პროცესი. დეცენტრალიზაციის პროცესი დაიწყო სწორედ ჩვენი მმართველობის დროს. რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნული სტრატეგიის ძირითადი პრინციპების საჯარო განხილვა ორშაბათიდან დაიწყება. რაც შეეხება იმას, თუ რას ფიქრობენ დღევანდელი გუბერნატორები ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით, ამას ჩვენი 9 საათიანი გამოშვებიდან შეიტყობთ. მადლობა, პირდაპირ ეთერში თამთა ჯანაძე საუბრობდა.